უნდა დამთავრდეს ამათი ბოგინი. გასაგებია რომ ეხლა ყველა სოფელს ერთი სულელი ალამაზებს სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ამხელა ქალაქისთვის ამდენი სულელის რუსთაველზე აქითიქით ბორიალიც და აქითიქით ბოდიალიც ნახდათ ეხლა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეხლა დათბა უკვე ტურისტები ჩემოვლენ ამ ქალაქში და სირცხვილია რა, ეხლა შარდის სუნად ყარს მთელი რუსთაველი რა, ამათი გადამკიდე რა. ეს ბონჟები ესენი დაწერწიან და თან რო უხარიათ ამ 5000 ლარიან ჯარიმები, იმიტომ იციან რომ თვითონ გადამხდელები არ არიან, ეს იმან უნდა გადაუხადოს ბერბოკმა, მაკრონმა და იმან რა ქვია სოროსის ფონდმა. მივლენ და ესე იგი ვითომ ლატარია მოიგეს, გესმით? მე დამაჯილდო ეს 5000 ლარი. ეხლა ვიღაცას რო 5000 ლარი დააჯარიმონ, მართლა გული გაუსკდება, $2000-ია 5000 ლარი და შეიძლება იმპაქტი მიიღოს და ამათ უხარიათ. თან რო აგროვებენ, მე 10 ცალი მივიღე. ეხლა ერთის მხრივ კარგია ბიუჯეტი ივსება მაგითი და როგორც მე ვიცი 13 მილიონი შევიდა უკვე აი ამ თანხებით, მაგრამ ხალხო ჩვენ ამათ ცოტა სხვანაირად უნდა მოვექცეთ ამ მოღალატეებს. უკვე უნდა გადავიდეთ აი ამ ნაძირლებზე. დღეს გამოდიოდა ეს ნაცვლიშვილი, ეს მამამისმა რო თელი ქუთაისის საავტომობილო ქარხანა გაძარცვა და ეს გამოდის და იმასავით ყინწვისის ანგელოზივით ეს მამბუკა ხაზარაძის მეორე თაღლითის პარტიიდან გვევლაპარაკება რაღაცეებზე. აი მაინტერესებს ერთხელ ბიძინა ივანიშვილზე რო ლაპარაკოთ, პირი გამოირეცხეთ თქვენ ნაძირლებო. ერთხელ ბიძინა ივანიშვილს რო ახსენებთ, თქვენ რამე გაგიკეთებიათ ან სტიქიის უბედურების დროს ან ვინმე გაჭირვებულს დახმარები ხართ, ან კალაძეს რო ვერ იღებთ პირიდან. კახი კალაძე ყოველწლიურად ბინებს შუქნის სამტრედიაში ადამიანებს და ეხმარება ყველას და რა ვიცი გვერდში უდგას. თქვენ ვინმეს ბინა კი არ გიჩუქებიათ, წართმევაზე ხართ ორიენტირებული. აი ახლა გამოვიდა კობახიძე პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მის აი ამ განცხადებას და ყველა ვის აი სახლი დაუზიან და ყველას გაუკეთებთ გურიაშიო. მე თქვი კიდევაც რომ სახელმწიფო არ დატოვებს მეთქი იმ გაჭირვებულ ხალხს, ვისაც აი მაგალითად სახურავი ჩამოეშალათ ვიღაცამ რაღაცა და რამხელა ხა ბოდიში და გურულებს ძალიან უჭირთ. ეხლა მე მკითხეთ აგერ, ეხლა იქიდან ვარ და ვიცი რომ ძალიან მძიმეთ არიან და რაღაცა და ანუ სახელმწიფო გადადგა და ესენი გამოდიან მოხალისეების იმედად არის ქვეყანაო თურმე. 5 მანქანი ჯიპით ვიღაცა ჩავიდა. ხო და მთელი გურია თურმე იმ კაცს ხალხმა და მე კიდე ვინც კი ჩავიდა ყველას მადლობას მოვახსენებ კაცო, ვინმე თუ რაღაცა ხელი გაუწოდა, მაგრამ ისე წარმოაჩენს ეს შექანებული ნატო გოგელია და ის კიდე ეს პოლიტიკოსები ვითომ მოხალისეებმა გადაარჩინეს გურია, გესმით? ამერიკაში 2 სამაშველო სამსახური ვერ გაიყვანეს, მთელი ჰოლივუდი დაიწვა. 2 სახანძრო მანქანა ვერ შეიყვანეს იქა მთელ ამერიკაში. და რო დაიწყება ხანძრები და სტიქიის უბედურებები, რა ვიცი მე, სტიქიის წინაშე უძულურია, ვერავინ ვერ წავა სტიქიის წინ. და რატომ ესე იგი თოვლი რატო არ გაიწმინდა? დოვიდა ეს თოვლი და რანაირად გაწმენდილიყო. და არ ვიცი, სამარცხვინოები ხართ და თან ხართ ამაზრზენები. აი უკვე აი ადამიანებს თქვენზე გული ერევა რა. აი მაგალითად აი არ ვიცი, ამათ რო უყურებ, აი ნამდვილად უკვე აი სიბრალული შეგრძნება კი არა მაქვს. უკვე აი ხალხიც იმიტომ არის უკვე გადავიდა ჭკუიდან, რომ მე არ ვიცი, ეხლა იმას ეძებენ, რა ქვია თარხნიშვილს, ესეც ოლეროლას რომ ღერო და ეს მუსიკოს თარხნიშვილი, ვანო მერაბიშვილის ძმაკაცი რო არის. ხო და მე კიდევ ყველა ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ რაც დათესეთ თქვენ ხო არ გონიათ აი ამ მიტინგების დროს ვიღაცეები რომ ჩაფურთხებაზე ლაპარაკობდით, ვიღაცეები რომ შეურაცხყოფას აყენებდით ხალხს, თქვენ გონიათ აი ამ სოციალურ ქსელებში რომ ილანძღებოდით, თქვენ გონიათ ეს მესენჯერებში რომ ვიღაცეებს რაღაცეებს უგზავნიდით, ამაზე ეს ყველაფერი ისე ჩაივლის? აი ხა სუბარმა წამოაყენა წინადადება სოციალური ქსელებიც უნდა გაკონტროლდესო და ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს ამ სოციალური ქსელი ვიღაცას გონია მე ჩემია და რაცაც მინდა იმას გავაკეთებ. კაცო სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა უფრო მძიმეა ვიდრე ქუჩაში. ქუჩაში შეიძლება 2 კაცი იყოს. ასე არ არის ბატონო დავით? ქუჩაში შეიძლება შეაგინო ვიღაცას 2 კაცი ესწრებს. აქ მთელი მილიონი ხალხი უყურებს, კაცო. და აქედან გამომდინარე დადგა თქვენი აღსასრულის დღე. აღსასრული გარდამტეხი ეტაპიც არის აი თქვენი გადაცემის თქვენ თემა და აღსასრულის დღეც არის და ეხლა ტრამპის ის მივდის ხო რა ქვია გამოსვლა კონგრესში და მე დარწმუნებული ვარ აი ეს ტრამპი და ზელენსკი რო შეხვდნენ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა
ეს ნამდვილად ეხა რეალობა არ არის, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ დღესაც პუტინი აი ამ სიტუაციაში იქნება, როგორც იყო რეალობაში დარწმუნებული ვარ ესე იქნებოდა. You don't have the cards. You're buried there. Your people are dying. You're running low on soldiers. Listen, you're running low on soldiers. It would be a damn good thing. And then you tell us, I don't want a ceasefire. I don't want a ceasefire. I want to go and I want this. Look, if you could get a ceasefire right now, I tell you, you don't have the cards. You're დიახ, პოპკორნი მომარჯვებული აქვს კრემში ხალხს და უყურებენ ამას თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მართლაც სასაცილო იქნება დღეს მე ვფიქრობ ძალიან ისეთი საინტერესო რაღაცების მომსწრე გავხდებით. ნამდვილად დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ჩვენ და ეხა ვიღაცები გამოდიან და აი სიბრალული რაღაცა თითქოს უნდა გქონდეს. რატო უნდა გქონდეს მე სიბრალული იმ ქვეყნის მიმართ? რომელი ქვეყანა ჩვენ ქვეყნის ბოდიშთა აი განსაცდელი როდესაც იყო ამაზე შაყირობდა გახსოვთ ალბათ ზელენსკი. აი მაინდა რატო უნდა ვიყო? ხა მე აი ამათ მიმართ ესეც სოლიდარული. უკრაინაში რამდენჯერა ვარ ნამყოფი და ეს არის მართლაც აი უნიკალური ქვეყანა, აი ბეღელი იყო უკრაინა, ძალიან კარგი ხალხით, ისეთი თბილი ხალხით. ხალხს კი არ ვერჩით, კაცო, ჩვენ ამ უკრაინაზე რო ვლაპარაკოთ, ხალხი გვეწოდება. ჩვენ რო ვამბობდით დასაწყისში რომ უკრაინა დამარცხდება, უკრაინა განწირულია, ჩვენ მოღალატეებად შეგვრაცხეს, თქვენ უკრაინის წინააღმდეგ გამოდიხართ. მაინტერესებს თქვენ იდიოტებო. აი ეს სასაფლაოებად რო აქცია ამ ნაძირალა ზელენსკი. ეხა მაინტერესებს ვისკენ ახარ თქვენ. აი რამდენი უმანკო ადამიანი ჩაწვა, რამდენი უმანკო ახალგაზრდა ჩაწვა ამ მიწაში, იმიტომ რომ აი ამ ავანტიურა შეეწირა, განახებთ აი გულმოკლავ რეალობას, რაც არის უკრაინაში, აი სასაფლაოებად არის ქცეული მთელი უკრაინა. აი ეს არის რეალობა, მეგობრებო. აი ეს არის მძიმე რეალობა, რომელიც შექმნა ზელენსკიმ და მისმა ბანდამ. თვითონ ომის გაგრძელებაზე ლაპარაკობს და რესურსი ეწურება. უკანასკნელ უკრაინელამდე აპირებს ბრძოლას. ესე იგი, აი როგორც ჩეჩნეთში გახსოვთ, ბავშვის გამკეთებელი ჩეჩენი აღარ დარჩა იმ ჩეჩნეთის ომის შემდგომ, ესე იგი, გაწყდა მთელი მამაკაცები ჩეჩნეთში, ამ ჩეჩნეთის ომი როდესაც. მე მახსოვს მაშინდელი ქორწილის კადრები, კაც ვერ ახადა. ხო და დღეს უკრაინაში აი ეგეთი სიტუაცია არის. და ჩვენო ვიბრძოლებთო, ვითომ ერთი მაინტერესებს, თავისი ცოლი იქ იმაში შვეიცარიის კურორტზე არის და იქ ნებივრობს. თავისი შვილები, აი ერთი მაინტერესებს, სტალინმა თავისი შვილები ომში გაუშვა. და თქვენ აი ამ უკრაინის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის შვილი არის ომში წასული? ეს ხო გავრცელდებოდა რომელიმე მედია საშუალებით. თავიანთი შვილები გადამალული ყავთ უცხოეთში და სხვისი შვილები უნდა დაიღუპნონ. რა უკრაინას რას თავაზობდა რუსეთი? თავაზობდა იმას, რომ ყირიმიო, კი ბატონო, ხო ჩლითო რომ თქვენო, ყირიმი ჩვენიო. აი იყოსო კი ბატონო, ჩათვალეთ ეგრეო, არ გთხოვთ რომ აღიარებასო. თხოვდნენ ფართო ავტონომიურ უფლებებს ლუგანსკში და დონეცკში და აი ამ რუსული ენის დაცვას. მეტი არაფერი და ერთიან უკრაინას. 25 წლიან საზღვაო ბაზას ითხოვდნენ სევასტოპოლში. ხო, მეტი არაფერი. ადგა ამ ნაძირალამ არ მოაწერა მის ხელმოწერას და აი როდესაც ლაპარაკობთ კიდე რომ აი უკრაინა და ეს უკრაინა შექმნა სტალინმა და ლენინმა. მათმა მისცეს ეს ტერიტორიები და ვისაც მეხსიერება ცოტა ნოლს ქვემოთ არის და რაღაცა ტვინის უჯრედები არ გაქვს ცოტა მყარად, აი განახებთ ეხლა რა არის უკრაინა და როგორ არის.
А вы знали, какие территории Украины исконные, а какие были подачками других правителей? Огромная территория от Полтавы и до Ровно, включая современную столицу Киев, стала ассоциироваться с Украиной только в царское время. При Ленине в состав Украинской ССР включили самые промышленно развитые территории региона – Харьковскую, Донецкую, Одесскую области, преимущественно русскоязычные. Самые националистически настроенные области – Львовская, Ивано-Франковская, Тернопольская, Закарпатская и Черновицкая – вошли в состав Украины только при Сталине в результате пакта Молотова-Риббентропа. Крым же, в котором сотни лет проживало русское большинство, передал в состав Украинской ССР советский лидер Никита Хрущев. Что же до исконной Украины, Запорожской сечи, то она располагалась на территории примерно 2 областей. Вот вам и самая большая страна Европы. სტალინმა შეუქმნა სახელმწიფო და სტალინს აგინებენ და ლენინს აგინებენ კიდე რა. ანუ ვინ რა სისტემაში საბჭოთა ეპოქაში მოხდა უკრაინის ტერიტორიების გაფართოება. ხრუშოვმა გადასცა ყირიმით რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ფედერაციის. ესეთი ღორები როგორ არიან გიждები რა.